დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ გადამდები დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება. კერძოდ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად იმატებს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების, დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. დაავადებებისაგან თავის დასაცავად კი საჭიროა შემდეგი პრევენციული ღონისძიებები. წყალსატევებში ბანაობისას ან თევზაობისას არ ჩაყლაპოთ წყალი. ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-ით ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი. მოხმარებამდე კარგად შეწვითან მოხაშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველი, ზღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი. აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა. ახლად მომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ, წამოადღოთ. არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი. არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები. სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ. მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. სასურველია მიიღოთ საღი, ახლად გაფრთხნილი ხილი. დაუშვებელია დიარეის, ფაღარათის მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში. სიმპტომების ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვა. გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე. საპირფარეშოდ სარგებლობის შემდეგ ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მიერ ადამიანთა დაკბენა, დაკაწვა, დადორბლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, მაქსიმალურად დაიცვათ თავი კოღუების კბენისგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი ან კოღუები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული. აღნიშნულია ინფორმაციაში.